ქალაქ ფოთში დევნილ ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. გორმედის, ჩხობაძისა და დიმიტრი ნაზარაშვილის სახელობის კლინიკის ექიმებმა 30-მდე პაციენტი გასინჯეს. ამბულატორიული გამოკვლევების შედეგად 10-ზე მეტი ვეტერანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. აღნიშნული პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და სხვადასხვა რეგიონში დევნილი ვეტერანების სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. ეს არის პროექტი და პროგრამა, რომელსაც სახელად ჰქვია HIP-ის პროგრამა. ბატონი კლაუსი ქველმოქმედებას ეწევა დევნილთა სამინისტროში. იგი აგზავნის სამედიცინო ინვენტარს მათ შორის და პლუს კიდევ აგზავნის სხვადასხვა მნიშვნელოვან ინვენტარებს, პირადი მოხმარების ნივთებს დევნილებისთვის. ეს სამედიცინო ინვენტარი იქნა გადაცემული კლინიკებზე, რომლებმაც აიღეს ეს ვალდებულება. ჩვენს კლინიკას და კიდევ კლინიკას აქვს მემორანდუმი გაფორმებული დავითთა სამინისტროსთან და ჩვენ იძულებით გადაადგილებულ პირებს ვეხმარებით უფასო სამედიცინო გასინჯვებით. ეს პირველი არ გახსოვთ, ეს მესამე გასინჯვა გახსოვთ, პირველად გახდათ ქალაქ გორში, ქალაქ ზუგდიდში და დღეს ფოთში ვართ, ასევე დაგეგმილი არის ქუთაისშიც. იმერეთის მოსახლეობისთვის ქვეყანა, რომელიც ზრუნავს თავის გმირებზე, თავის მეომრებზე, ეს არის ნიშანი იმის, რომ ქვეყანა მიდის სწორი გზით.